უნივერსიტეტში სწავლა რა ღირს თქვენი აზრით? ბიჭო, იგი კავკასიის უნივერსიტეტური არ იქნება წესი. 40,000 ფუნტი. ეს არის მილიონობით ადამიანის ოცნება და ამ მილიონობის ადამიანისგან ერთეულებს ეძლევათ მხოლოდ ოცნების რეალობა და ახდენა. და ესეთი ერთ-ერთი ადამიანი არის ჩემი გამომწერი, ერთ-ერთი გამომწერი, მარიამ სუხიტაშვილი. ამ ადამიანს არ ვიცნობ, მაგრამ დამიკავშირდა და პროექტში მინდა რომ მიულოცო ამ ხელა წარმატების გზაზე დგას. არის ადამიანი, რომელიც 15 წლიდან მუშაობს, აქვს ოქროს მედალზე დამთავრებული სკოლა, 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა თავისუფალ უნივერსიტეტში და ახლა იგი ჩაირიცხა მიიღეს კემბრიჯის უნივერსიტეტში, მაგრამ პრობლემა აქვს, ხვდებით რამ ხელთანხაზეა საუბარი, არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა. არ აქვს ფინანსური სახსრები, მაგრამ მისმა ბებიამ შეძლო და 2500 ფუნტი აქვს მხოლოდ მოგროვებული, ამიტომ კომპანიებისთვის რა, ვისაც გაქვთ სურვილი, რომ გახდეთ უბრალოდ იმ ისტორიის დიდი ნაწილი და არა მხოლოდ ნაბიჯი გადადგათ განათლების მხარდასაჭერად, იქნება ვიდეოს აღწერაში ამ ადამიანის საკონტაქტო, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ. ლაშამ ვიდეოში საუბრობს ჩემზე. 23 მარტს კემბრიჯის უნივერსიტეტიდან მომივიდა მიღების წერილი, მიმიღო კემბრიჯმა და ფაქტობრივად ამიხდა ის ოცნება, რომელზეც ალბათ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ყოველი დაბადების დღის ტორტის შაქრობის დროს ვოცნებობდი. მაგრამ ფინანსური ბარიერი კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად ამ ეტაპისთვის. ბევრს უჩნდება კითხვა, რომ თუ მოხვდი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს უნივერსიტეტში და გადავლახე ძალიან დიდი კონკურენცია, რატომ ვერ მოახერხე ის, რომ ამიღო დაფინანსება და ამასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი მიზეზი არის ის, რომ ვერ მივიღე მონაწილეობა ჩივნინგის პროგრამაში, რომელიც სრულად აფინანსებს ყველაფერს, რადგან ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ უნივერსიტეტის დასრულებიდან შემდეგი 2 წლის განმავლობაში უნდა გქონდეს სამუშაო გამოცდილება. მე კი წინა წელს დავამთავრე და შესაბამისად ფიზიკურად არ ვერგებოდი აქ კრიტერიუმებს. ამას გარდა აღარ გვაქვს ისეთი სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მსგავსი მიმართულებით განათლებას აფინანსებენ, მუდმივად ვამოწმებ, თუმცა ძალიან შეზღუდულია განსაკუთრებით წელს ეს მიმართულება, შესაბამისად ვერც აქ ვერ ვიღებ მონაწილეობას, რომ რაიმე სახის დაფინანსება მაინც მივიღო. წელს დაიკეტა ასევე განათლების საერთაშორისო ფონდი, რომლიდანაც ასევე შემეძლო, რომ რაღაც დოზით დამეფინანსებინა ჩემი სწავლა. და ერთადერთი ვერსია რჩებოდა, რომ განცხადი შემეტანა ბილ გეიტსის დაფინანსების პროგრამაზე, საიდანაც უარი მომივიდა, რადგან ძირითადად დაფინანსებენ ამერიკელებს, PhD სტუდენტებს და ტექნიკურ მიმართულებებს, შესაბამისად თავიდანვე ფაქტობრივად არ მქონდა არც აქ შანსი. ამ ეტაპზე განვიხილები მხოლოდ კემბრიჯში და მცირე დაფინანსებებზე, რომლებიც ოდენობაში ძალიან მცირე და ძალიან კონკურენტული, შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ დამიდასტურდა არ მექნება იმდენი რესურსი, რომ სრული სწავლის გადასახადი დავაფინანსო. გარდა ამისა, ყოველ დღე რაღაც მცირე გრანტებს ვეძებ გარე საერთაშორისო ფონდებიდან და მათაც ვუგზავნი მოთხოვნებს, თუმცა ამ შემთხვევაშიც მხოლოდ მცირე რაოდენობით აფინანსებენ და კვლავ საზრუნავი და მოსაძიებელი მაქვს დამატებითი რესურსები ამ მხრივ. ერთადერთი რეალური შესაძლებლობა, რაც ამ ეტაპზე დამრჩა, საიდან შემიძლია რომ ჩემი სწავლის დიდი ნაწილი დავაფინანსო, არის კომპანიებთან თანამშრომლობა სპონსორშიპის მიმართულებით. ან ქველმოქმედების მიმართულებით ძალიან ბევრ კომპანიას აქვს იმის სურვილი დაუშვათ, რომ განათლების მხარდამჭერები გახდნენ და მინდა რომ მაქსიმალურად მივაწვდონ ეს კომპანიებს ხმა. თუმცა აქაც ძალიან ბევრ ბარიერს გადავაწყდა. 23 მარტიდან მოყოლებული თითქმის ყოველდღე ვცდილობ რომ სხვადასხვა ბიზნესს დავუკავშირდე და შევთავაზო ეს სპონსორშიპის სქემა, რომ თუნდაც მინიმალური თანხების სანაცვლოდ გამოვიდეს მოკლედ ეს შეთანხმება, თუმცა აქამდე რა ბიზნესებთანაც მქონდა კომუნიკაცია, ყველასგან მივიღე სამწუხაროდ უარი. ყველაზე მეტად ფეხს ვითრევდი ალბათ იმაზე, რომ რაღაც საჯარო ვიდეო ჩამიწერე, იმიტომ რომ არ ვარ ზოგადად ესე კომუნიკაციას მიმშეული და ძალიან ვღელა. შეიძლება ეს ჩემი კომუნიკაციიდანაც უკვე ჩანს. თუმცა რომ დავფიქრდი იმაზე, რომ კემბრიჯში შეიძლება არ წავიდე მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ვერ გავბედე და რაღაც არ ვქენი, მაგაზე რომ ვფიქრობ, ხვდები, რომ ჩემ თავს სამომავლოდ არ ვაპატიებ, თუ ეს შესაძლებლობა არ მივიღე. და თუ მეცოდინება, რომ არ გავაკეთე ამისთვის ყველაფერი, რის გაკეთებაც შემეძლება. ამიტომ უკვე დავიწყე საჯაროობა, რადგან არ ვიცი რის იმედი მაქვს, მაგრამ ძალიან მიჯერა, რომ ადამიანები, ვისაც დახმარების სურვილი ექნებათ, მაქსიმალურად შეეცდებიან ჩემი ვიდეოების გავრცელებას, რომ მივიდეს ხმა მოკლედ ბიზნესებამდე და შეძლონ თუნდაც მცირედი თანხებით ჩემი დახმარება. და მინდა გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად გავრცელოთ ეს ვიდეო, რომ იქნებ ამ მხრივ მაინც დაინტერესდნენ ბიზნესები. დამატებით თუ ფიზიკურ პირებსაც ექნებათ დახმარების სურვილი, ცხადია ეს შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი სირცხვილისგან ვიწვი ამ ვიდეოს ჩაწერის დროს. შემიძლია რომ ანგარიშის ნომერიც დავდო აღწერაში, ბიოშიც აქვეც ამოვანათო. თუ დახმარების სურვილი გექნებათ, ჩემთვის ნებისმიერი რაოდენობის თანხა ამ ეტაპზე არის საიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
მივიღებას ნებისმიერ რჩევას თუ რაიმე პროგრამა არის, რაც გამომეპარა, ძალიან გთხოვთ დამიკავშირდეთ, შემატყობინეთ ყველანაირ ვერსიას განვიხილავ იმისთვის, რომ როგორმე ეს ოცნება განხორციელებელი არ დამრჩეს. სანაცვლოდ კი ამ ეტაპზე, რასაც შემიძლია დაგკვირდეთ, არის ის, რომ განათლების მიღების შემდეგ აუცილებლად დავუბრუნდები საქართველოში და მთელი ფოკუსი მექნება იმაზე, რომ ეს დახმარება რამენაირად ავანაზღაურო ყველა იმ რესურსით, რაც მექნება, იქნება ეს ინტელექტუალური რესურსი, იქნება ეს ფულადი რესურსი, არ ვიცი, ყველანაირად ვეცდები, რომ მაქსიმალურად სასიკეთ რაღაცებს ვაკეთო საზოგადოებისთვის სამომავლოდ. და ბოლოს მადლობა მინდა გადავხადო ლაშას, ბევრ ცნობილ ადამიანს მივწერე ინფორმაციის გავრცელებაში დახმარების სათხოვნად, თუმცა პასუხი დამიბრუნდა მხოლოდ ლაშასგან, რომელიც მთელი ემოციებით და მონდომებით ჩაერთო ჩემს ამბავში და მაქსიმალურად ეცადა ინფორმაციის გავრცელებას მოკლედ და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ლაშას.